საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. აგრეთვე რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროგრამების შემუშავებას მოხდება სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების ხელშეწყობაც, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებდა. ეს არის რეგიონულ განვითარებასა და დეცენტრალიზაციაზე მიმართული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც კონცეპტუალურ სამუშაოებს, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, კონკრეტული სტრატეგიების შემუშავებას რეგიონების უხევით. ეს არის სამწლიანი ძალიან მსხვილი პროგრამა. ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. მემორანდუმი ხელშეუწყობს სხვადასხვა პროექტის განვითარებას სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სფეროში. ხელშეკრულების მიხედვით აუცილებელია საზოგადოება აქტიურად იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან პროგრესი, რომელსაც ეს პროექტები მოიტანს, უშუალოდ ხალხზე აისახება.